მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. დღეს დღეს ეს არის გადაცემა პოდკასტი ხალხის პირისპირ. დღეს კი ჩართვაში სტუმრად მყავს Zoom ჩართვას ვაწარმოებთ ახლა და სტუმრად მყავს არაჩვეულებრივი პოლიტოლოგი, არაჩვეულებრივი ადამიანი ბატონი გია კუჭავა. მოგესალმებით. მადლობა რომ დრო დაგვითმეთ და იღებთ ჩართვაში მონაწილეობას. დიდი მადლობა ბატონო კოტე, მადლობა ქებისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბატონო გია, რამოდენიმე თვეც არ იქნება მე მგონი გასული, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დონალდ ტრამპს მისწერა წერილი, ოფიციალური წერილი. სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი რა წერია, რა ეწერა შიგნით, მაგრამ თქვენ უფრო გარკვეული იქნებით ამ საკითხში და მინდა გკითხოთ შესაბამისი კითხვა, დაგისვათ, რა ეწერა წერილში თქვენი აზრით და რა გამოხმაურება მოყვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ამ წერილს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ რამდენიმე თვის წინ ჯერ პირველად წერილი მიწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ყობახიძემ, რაც დარჩა უპასუხოდ და სულ რაღაც 10 დღის წინ, 2 კვირის წინ ხელმეორედ წერილი უკვე ანალოგური შინაარსის წერილი უკვე გაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტის სახელით მიერ. ნუ საერთოდ როგორც ხა ქსელში მე რაც თვალყური ვადევნე, ხა რაც ეკროლეს ყაველაშვილის დაწერილი არ ექნებოდა, როგორც რიგი ექსპერტები აღნიშნავენ, ეს წერილი ეკუთვნის სუსი დაწერილი, ასე ვთქვათ. ნუ შინაარსი ფაქტურად იგივე, რომ საქართველოს შეერთებული შტატები არ აქცევს ყურადღებას საქართველოს. ეს მოხდა იმის ფონზე, რაც ყარაბაღის ომის დასრულების შემდგომ ძალიან დიდხანს მიდიოდა მოლაპარაკებები, თქვათ, და აზერბაიჯანის მთავრობისგან ზეწოლა სომხეთზე, რომ გახსნილიყო ზანგეზურის სატვირთო დერეფანი, ეს რაც დააკავშირებდა აზერბაიჯანს თავის ანკლავთან ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქს, ხოლო იქიდან უკვე იქნებოდა უმოკლესი გზა თურქეთთან. ნუ ხო როგორც ცნობილია, სომხეთის თავის ინტერესები გააჩნდა, აზერბაიჯანს თავისი, ამ კორიდორის გახსნას ეწინააღმდეგებოდა თქვათ, როგორც რუსეთის ფედერაცია, ასევე ირანი. ირანი ამ შემთხვევაში ითხოვდა სამუდმოდ, თქვათ, ამ კორიდორის გახსნა, ზანგეზურის კორიდორის გახსნა ეკონომიურად აზარალებდა ირანს. რუსები ითხოვდნენ, რომ რუსების ინტერესები ყოფილიყო გათვალისწინებული და ამ ინტერესების გათვალისწინებაში იგულისხმებოდა, რომ უნდა ყოფილიყო, თქვათ, ეს კონტროლი ამ სარკინიგზო და სხვა მარშრუტის ოპერირება უნდა გაეწიათ რუსებს, ან უკეთეს შემთხვევაში უნდა ჩამდგარიყოდნენ რუსეთის ფსბ-ს სასაზღვრო ჯარები, რაც თვითონ სომხეთი იყო კატეგორიულად წინააღმდეგი და ბოლო წუთს ამაში ჩაერთო შეერთებული შტატები, კერძოდ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია და თქვათ სომხეთმა 99 წლით ზანგეზურის დერეფნის ოპერირება გადაცა შეერთებულ შტატებს, რამაც მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია როგორც რუსეთში, ასევე ირანში. ხა რუსეთიდან პირველი რეაქცია იყო ძალზედ უარყოფითი, არადა უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთი იყო და ყოველ შემთხვევაში ასე პოზიციონირებს დღემდე, რომ პოზიციონირებდა უпростоრად დღემდე, რომ რუსეთი არის ის მხარე, რომელიც დაინტერესებულია მშვიდობაში, არადა როგორც კი კორიდორის და შეთანხმებაზე ხელმოწერილი იქნა, ოფიციალურმა კრემლმა მშვიდობის ყოფილი ნიღაბი მოიხსნა და პირდაპირ განაცხადა, რომ ეს ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. თუმცა ბოლო დროინდელს
მარია ზახაროვას ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოლაპარაკე თავი, ასე უწოდებია პრესის სამსახურს. ნუ განაცხადა, რომ ჩვენ რუსეთის მხარემ ერთჯერ უნდა შეიცვალოს. ანუ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა საბოლოოდ დაკარგა ყოველგვარი კონტროლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესზე და ეს უკვე აიღო აზერბაიჯანის მხარემ. სხვათა შორის აქ უნდა შევნიშნო, რომ ზანგეზურის კორიდორი შეუძლია დიდი თქვათ კონკურენცია გაუწიოს, როგორც ბაქო ახალქალაქი ყარსის სარკინიგზო მარშრუტი, ასევე საქართველოში მდებარე და მშენებარე პორტებს. თუმცა აქაც ჯერ კიდევ ყველაფერი იქნება უკვე შემდგომი მოლაპარაკების შედეგად, იმიტომ რომ თქვათ ისრაელის ექსპერტების აზრით, თქვათ ეს წელიწადში გამტარიანობა ზანგეზურის დერეფნის ეს არის 15 მილიონი ტონა. ახლა თქვათ ეს უნდა გავითვალისწინოთ ირანიდან ან ბოდიში ჩინეთიდან რა რაოდენობის თვირთი წამოვა ევროპაში, თქვათ როგორ იქნება ეს გზა დატვირთული, თქვათ მე ეს დამოკიდებული ასევე ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობაზე. ამ შეერთებულ შტატები რა ტარიფებს დააწესებენ კონკრეტულად ჩინეთის ან სხვა ქვეყნების, თქვათ თუნდაც რიგი სომეხი პოლიტოლოგები ახლა აღნიშნავდნენ, რომ ზანგეზურის კორიდორი ჩინეთის ინტერესს არ წარმოადგენს. და მე ამას ასე არ ვუტყოდი, იმიტომ რომ დღეს როგორც ვიცით, ძალიან საკმაოდ დაძაბული არის ოფიციალური პეკინსა და ოფიციალურ ვაშინგტონს შორის ურთიერთობები. დღეს პრეზიდენტი ტრამპი, როგორც რამდენი დღის წინ ცნობილი გახდა, წავიდა რაღაც დათმობებზე ჩინეთის მიმართ და ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის მიერ აკრძალული TikTok-ი შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე პრეზიდენტ ტრამპმა ისევ ნება დართო, ხომ თვითონ თავისი გარკვეული პირობებით. თვითონ თავად ჩინეთს ამ შემთხვევაში აინტერესებს ზანგეზურის დერეფანი იმ მხრივ თუ რა მხრივაც ეს იქნება მარშრუტების დივერსიფიკაცია, იმიტომ რომ ჩინეთისთვის ამ შემთხვევაში მთავარი რა არის? ჩინეთთვის მთავარი არის ჩინეთი არ აქცევს ყურადღებას თქვათ კონკრეტულ რეგიონში, კონკრეტულ ქვეყანაში რა ხელისუფლება არის, იმ ხელისუფლების კურსი, იმ ხელისუფლების იდეოლოგია და იმ ხელისუფლების ორიენტაცია. ის უყურებს წმინდა პრაგმატულად და რა ბიზნესი და რა ბიზნეს სარგებელს და რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ესა თუ ის ქვეყანა, ესა თუ ის თქვათ მარშრუტი ამ შემთხვევაში დერეფანს ამ შუალედური დერეფნის ესა თუ ის მონაკვეთი ჩინეთს. ასე რომ ყაველაშვილის წერილი ისე მიუბრუნდები ამას, ვთვლი რომ ესეც უპასუხოდ დარჩება და ამასაც არავინ ყურადღებას ამასაც ამ წელსაც შეერთებულ შტატებში ყურად არ იღებენ. აი ეს არის მოკლედ ეს შინაარსი, მით უმეტეს ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი გამოდის წმინდა პრაგმატული ინტერესებიდან. მას კონკრეტულად უყურებს იმ კონკრეტულ ქვეყანას, იმ კონკრეტულ პროექტს შეერთებული შტატების ინტერესებიდან გამომდინარე. აი ეს არის და ეს. ამიტომ რა პროექტი შეიძლება შესთავაზოს საქართველოს, იმით რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია იყოს დაინტერესებული საქართველოსი და ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლება არაფერი ისეთი პროექტი არ წარადგინა, რომ საქართველოსი იყოს დაინტერესება ამჟამინდელი ამერიკული ადმინისტრაციის მიერ. ბატონოგია, რა მინდათ იცი კითხოთ? რა სარგებელს მოუტანს თქვენ თქვით, რომ აი ზანგეზურის დერეფანი ბაქო ახალქალაქი ყარსის მარშრუტი, ყარსი ეს მარშრუტი იქნება და ამ თემაზე მინდა დაგისვათ გაუწევს კონკურენციას, დიახ. კი, აი ამ თემაზე მინდა დაგისვათ კითხვა. რა სარგებელს მოუტანს ზანგეზურის დერეფანი საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას? თქვენი აზრით.
ну, ჩემი აზრით სარგებელს არის, უბრალოდ გაუწევს ზანგეზურის დერეფანი გაუწევს კონკურენციას ბაქო ახალქალაქი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს, რომელიც ძალიან ბევრი მილიონი დაიჭრა და რომელსაც საქართველოს მთავრობამ აიღო დიდი კრედიტი და ამას კიდე რამდენიმე ალბათ 10 წელი დაჭირდება ამ კრედიტის დაფარვას და აგრეთვე გაუწევს კონკურენციას საქართველოს ნავსადგურებს. ну, მე კიდე ერთხელ ვამბობ, რომ იმ შემთხვევაში თუ დაიძაბება ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის, ჩინეთი შეიძლება და თქვათ არ გაუშვას თავისი ან შეერთებულ შტატებმა არ გაატაროს, ან იცით ტარიფი დაუწეს, რომ ეკონომიურად მიუღებელი იყოს ჩინეთისთვის, რომ გაატაროს თავისი ტვირთების ზანგეზურის დერეფნის და გადაამასა ჩაანაცვლოს, თქვათ, ბაქო ახალქალაქი ყარსის მარშრუტით. აი და აგრეთვე თქვათ საზღვაო პორტებით, ეს არის იქნება ანაკლია, ფოთი თუ ბათუმი. ბატონო გია, რა მინდა გკითხოთ ახლა ისეთ რუსეთის როლი რა იქნება ამ ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით თქვენი აზრით? ანუ რუსეთმა რა შეიძლება რომ მოიმოქმედოს რა, ეს ზანგეზურის დერეფანი რომ უკვე გაიხსნება, ასე ვთქვათ. ну, რუსეთმა საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს რუსეთს აქვს ყოველთვის ძალიან დიდი ამბიციები კავკასიაში, ჯერ კიდევ 250 წლის წინ ჩამოყალიბდა, მე ასე ვიტყოდი, სამკუთხედი, ეს იქნებოდა ჯერ იყო ეს, თქვათ, ორი პოლისი იყო, ჯერ იყო სპარსეთი და ოსმალეთის იმპერია, თქვათ, და მე უკვე მე-18 საუკუნის მიწრულს კავკასიის უკვე შემოდის რუსეთი და ჩამოყალიბდა ესეთი სამკუთხედი სპარსეთი, თურქეთი და რუსეთი, რომელიც თქვათ ეს არის რეგიონალური მოთამაშეები, რომელიც თამაშობენ ჩვენს რეგიონში. იგივე თქვათ ყველა ეთნოპოლიტიკური კონფლიქტი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო წარმოიშვა ბოლშევიკური იმპერიის სსრ კავშირის მდგრებდნენ, ეს იყო ინსპირირებული როგორც მაშინ უწოდებდნენ საკავშირო ცენტრის, ანუ მოსკოვის მიერ, იგივე რუსეთის მიერ, რათა თქვათ მას შეენარჩუნებინა კონტროლი პოსტიმპერიულ სივრცეზე. ბერმა შეიძლება არის თქვათ შორის პროფესორმა ილია ტაბაღუამ ჯერ კიდევ აღმოაჩინა ასეთი იტალიის არქივებში ასეთი წერილი, რომელსაც წერდა პირველ რესპუბლიკაში იტალიის კონსული თავის მთავრობისადმი, რომ შემთხვევით არ იყო, რომ 1888 წელს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ კავკასიის გავლით აკრძალა ყველა ვაჭრობა, რომ ევროპის ქვეყნებს და აგრეთვე აზიის ქვეყნებს კავკასია გამოეყენებინათ როგორც სატრანზიტო მარშრუტი. ეს იყო იმით ამით რუსეთის იმპერია, ანუ პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგი თქვა დასაბუთებდა იმით, რომ სატრანზიტო მასალები ბაჟის გადახდის გარეშე ამა თუ იმ გზით არ აღმოჩენილიყო ადგილობრივ ბაზარზე. მაგრამ რეალობა უბრალოდ ახლა ეს ის იყო, რომ დანარჩენ მსოფლიოს დავიწყებოდა კავკასიის რეგიონი, სამხრეთ კავკასიის რეგიონი და მისი როლი როგორც სატრანზიტო დერეფნისა და არა ისტორიულად კავკასია და სამხრეთ კავკასია და მათ შორის საქართველო ეს მუდამ ასრულებდა დერეფნის როლს, თქვათ, აზიასა და ევროპას შორის. და იმიტომაც არ იყო შემთხვევით არ იყო, რომ ჯერ კიდევ უძველეს დროიდან საქართველოს გადიოდა აბრეშუმის გზა, რომლის იდეის რეანიმაცია ეკუთვნის საქართველოს მეორე პრეზიდენტს ბატონ ედუარდ შევარდნაძეს. ну, რაც შეეხება თქვენს მიერ კონკრეტულ დასმულ კითხვას,
ნუ რუსეთის ზანგეზურის დერეფანთან არანაირი კავშირში უკვე აღარ არის, არც იმ რკინიგზასთან, არც მას ოპერირებასთან, მით უმეტეს რუსეთს არ გააჩნია საერთო საზღვარი, არც არ გააჩნია საერთო საზღვარი სომხეთთან და ნუ ახლა ჯუმრის ბაზა თუ ჩაერთვება რამე პროვოკაციებს თუ მოაწყობს, ესეც შესაძლებელი არის. კონტროლის რამე პროვოკაციას. მე ველი უფრო იმით, რომ რუსეთმა შეიძლება წააქეზოს ირანი და რადგანაც ირანელებმა უკვე განაცხადეს, რომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც აღდგება, იქნება ჩვენს მიერ დაბომბილი, მაგრამ რამდენად შეასრულებს ირანი ამ დაპირებას, არ ვიცი, მით უმეტეს რომ შეერთებულმა შტატებმა თუნდაც რამდენიმე თვის წინ რაც დაბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ეს მე მგონი ირანის ხელისუფლების უნდა იყოს მკაფიო სიგნალი, რომ თუ შეეცდება ირანი რამე წყლის აღრევას, მას მოელის იგივე, რაც მოხდა ამა წლის ზაფხულში, ანუ როდესაც ამერიკული ბომბდამშენი B2-ის მიერ იქნა დაბომბილი ირანის სტრატეგიული ობიექტები და შესაძლოა არის, რომ კიდე მიიღოს დაბომბვა ირანმა ასეთ ანალოგიური მოკითხვა ვაშინგტონიდან. ანუ ასე გონიათ, რომ თქვენ გონიათ ბატონოგია, რომ ირანი ასე ვთქვათ ასპარეზზე შეიძლება გამოვიდეს უკვე ნელ-ნელა, რა თქმა უნდა. რუსეთის წაქეზებით, მაგრამ ამ ეტაპზე ირანი ამას ვერ შეძლებს. თან მით უმეტეს მე მინდა თქვა, როდესაც ხელი მოეწერა ზანგეზურის დერეფნის გახსნას, ერევანში ჩასულმა ირანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის, ფაშინიანს შორის იყო განცხადებული, რომ ირანიდან სომხეთი ხელს მოაწერენ სტრატეგიულ მოკავშირეობას. ახლა ამ შემთხვევაში რა იქნება ჩადებული, რა დეტალები იქნება ჩადებული ირანსა და სომხეთს შორის, ჯერ ეს ვთქვათ, ჩვენთვის უცნობია. ან რა დონეზე მიდის ეს მოლაპარაკება, რა მოხლები იქნებოდა როგორ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ზანგეზურის დერეფანი უკვე ამას მთლიანად გააკონტროლებენ შეერთებული შტატები და ეს არის უკვე ვთქვათ 99 წლის განმავლობაში, ანუ ცოტა უხეში გამოთმის მომენტები და მესამე ქვეყანა ცხვრს ვერ ჩაყოფს. ბატონოგია, ამ თემასთან თემის ირგვლივ მინდა დაგისვათ ეს კითხვა. აი ყველას თუნდაც შეერთებულ შტატებზე, თუნდაც ავიღოთ ჩინეთი, რუსეთი, ევროპის ნებისმიერი ქვეყანა, უმეტესობას უხარია, რომ ნახე, სტრატეგიული პარტნიორი არის უკვე ჩვენი. აი ბევრმა არ იცის შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს თუ რას ნიშნავს რეალურად სტრატეგიული პარტნიორი. აი თქვენ როგორც პოლიტოლოგი და ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, როგორ ახსნით, რას ნიშნავს ქვეყანა რას ნიშნავს აი ეს რაც ვთქვი ახლა დამოვეცნო სტრატეგიული პარტნიორი. ნუ ახლა პროექტში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს და ჩინეთს შორის დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, მე ვთვლი, რომ ეს და მე რამდენჯერმე ვთქვი, თუნდაც შარშან რომ ეს ცოტა არ არის მთლად თანაბარი სუბიექტების და ბოლომდე არის თვალისწინებს საქართველოს ინტერესს. ახლა ნუ თუნდაც ამ ხელშეკრულების თანახმად საქართველოს აღიარა, რომ ტაივანი არის ჩინეთის განუყოფელი ნაწილი, მაგრამ ჩინეთმა არ აღიარა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ჩემთვის ძალზედ ალბათ ბევრისთვისაც ეს იყო ძალზედ დამაინტერესებელი, როდესაც პეკინში აღინიშნა გრანდიოზული აღლუმით მეორე მსოფლიო ომის დასრულება 3 სექტემბერს, არა მეორე მსოფლიო ომი ოფიციალურად დასრულდა არა 3 სექტემბერს, არამედ 2 სექტემბერს, როდესაც კრეისერ მისურზე
ამერიკულ კრეისერ მისურზე იაპონიამ ხელი მოაწერა კაპიტულაციას. თუნდაც არც ჩინეთი და არც კორეა იქ წარდგენილი არ იყო კაპიტულაციის აქტზე, ასე რომ ჩინეთი ამ შემთხვევაში და ჩინეთში ამ დროს მიდიოდა სამოქალაქო ომი, ესეც უნდა გავითვალოს ძირითადად, ხოლო იაპონელ მილიტარისტებს ჩინეთში ძირითადად ებრძოდა არა წითელი არმია, ჩინეთის წითელი არმია, არამედ გომინდანის ან ჩინეთის კანონიერი ხელისუფლების ჩანგაიშის არმია. და თქვათ არა მაოძედუნის არმია. ეს არის გასათვალისწინებელი. მაგრამ ამ პარას ჰქონდა უფრო სხვა და ამ სამხედრო აღზრდას ჰქონდა უფრო სხვა დანიშნულება. აღუნის დანიშნულება იყო რომ სოფლიოსთვის ეჩვენებინა ჩინეთის სამხედრო სიმძლავრე. შეერთებულ შტატებშიც ტრამპმა დასვნა გამოუწენა განაცხადა რომ ეს იყო მცდელობა ჩემი დაშინებისაო, ამ შემთხვევაში იგულისხმება შეერთებული შტატების დაშინებით არაფერი არ გამოვაო. ხო და მთავარობის ის არის პეკინში მიიწვიეს რუსეთის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მაგრამ არ მიიწვიეს არც შეერთებული შტატები, ვინც ლომის წვლილი შეიტანა იაპონიის დამარცხებაში, თქვათ, არ მიიწვიეს სომხეთი, მიიწვიეს აზერბაიჯანი, მაგრამ არ მიიწვიეს საქართველო, სტრატეგიული პარტნიორი. ესეც გარკვეულწილად ბადებს კითხვებს. მე უკვე აღვნიშნე, რომ ჩინეთის ხელისუფლებისთვის მთავარი არის არა თქვათ რომელიმე ქვეყნის იქ რამდენ დემოკრატულია, რამდენ ავტოკრატიულია ეს ხელისუფლება თქვათ ის მმართველი გუნდი რა იდეოლოგიას ატარებს ის ეწევა ეგრეთ ის აწარმოებს ეგრეთ წოდების ჩინეთის მიდგომა არის ასე თქვათ უფრო აგნოსტიკური, ანუ ის არ უყურებს არც სამხედრო კავშირებს, არ უყურებს არც იდეოლოგიას, არც სხვა კავშირებს. ის უყურებს თუ კონკრეტულად რა სარგებელს მოიტანს ესა თუ ის ხელისუფლება. ასე იქცეოდა აფრიკაში, ასე იქცევა ჩინეთი აზიაში და ასევე ალბათ მოიქცევა უკვე კავკასიაში. იმიტომ რომ თქვათ საქართველოში თქვათ თითქმის ყველა ინფრასტრუქტურას უკვე ჩინეთი აწარმოებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ეს იქნება გზები, პირაბები, ნავსადგურები, თქვათ შავ ზღვაზე. ეს ყველაფერი არის ჩინეთში და თუ ჩინეთმა ჩათვალა რომ ეს ყველაფერი არის ჩვენ და აზრი აღარ აქვს ამ ხელისუფლებას საუბარი, არ ვიცი. ბატონო გია ეხა ზუმმა უკვე გამომითხრა რომ არიქა მომივიდა იაღლეში მეძინებაო და აი მაინც ბოლო კითხვას დაგისვათ მოგეხსენებათ თქვენ საერთაშორისო მედიასაც უყურებთ რა თქმა უნდა ავლევთ თვალს და მაინტერესებს ესეთი რამე რომ თქვენ იცით რომ რამოდენიმე დღის წინ პოლონური მედიები ალაპარაკდნენ რომ რამოდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ასე ვთქვათ ბრჭყალებში დრონი ჩამოვარდა პოლონეთის ტერიტორიაზე კერძოდ საზღვრიდან 30 კილომეტრში თქვენი აზრით როგორ ფიქრობთ ეს იყო რუსეთის ფედერაციისგან გაფრთხილება ასე ვთქვათ და დავასრულოთ. გაფრთხილება არა, მე ამას ასე დავარქმევდი, რომ ეს იყო რუსეთის წვრილს იყო შეგნებული, ეს არ იყო თქვა, როგორც რუსეთში აწყდებიან კურსიდან აცნეს, იყო შეგნებული ქმედება და რუსეთის ფედერაციას ამ შემთხვევაში კონკრეტულად აინტერესებდა თუ რა რეაქცია ექნებოდა არა მარტო პოლონეთს, არამედ ზოგადად ნატოს სამხედრო ბლოკს და შეერთებულ შტატებს. ნუ ხო ჩვენ გონახეთ რომ პასუხად დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა უკვე რაღაცა ნაწილები გადაისროლა პოლონეთში. და შეიძლება ეს იყო და რუსეთს აინტერესებდა ნატოს რეაქცია. აი მაგის კითხვა მინდოდა აინტერესებდა ნატოს ქვეყნების რეაქცია თუ რა რეაქციას გამოიწვევდა თუნდაც საფრანგეთი და თუნდაც გერმანია ზუსტად ამ უპილოტო დრონების ჩამოგდებასთან დაკავშირებით, ხო? ხომ სწორია? დიახ. ის აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით ბატონო კორტე.
და თქვენ როგორ ფიქრობთ, ნატოს ალიანსი, ასე ვთქვათ, უკრაინაში და არა მარტო, უკვე პოლონეთშიც, თქვენი აზრით გაგზავნის ჯარებს რაიმე რომ მოხდეს, ასე ვთქვათ, რომ ან კიდე განმეორდეს დრონებით შეტევა ან რაღაც, შეიძლება რომ ამ ხერხს მიმართოს ნატომ? ნუ ხა ამ ეტაპზე მე ეს გენიხვალ საბჭოთა პოლიტიკაში ის არის რომ არავის არ უნდა თქვა კონკრეტულად რაღაცა, მაგრამ ამ ეტაპზე მე ამ ეტაპზე შეიძლება არ გააგზავნოს თქვათ პირიქით შეიძლება როგორც ახლა გასულ ერთ რამდენიმე დღის წინ ყოფილმა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა რომ ჩვენ უნდა გავგზავნოთ უკრაინას მეტი შეარაღება და უფრო თანამედროვე შეარაღება. ანალოგიურ პოზიციაზე დგას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლება, იმიტომ რომ თქვათ ჩვენ ვიცით რომ ჯარების გაგზავნას ჯერ ამ ეტაპზე თავს იკავებენ, იმიტომ რომ უკრაინა არ არის ნატოს წევრი და ამიტომაც ამ ეტაპზე ჯერ ჯარს არ გაგზავნიან. ანუ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება თუ რა მდგომარეობა და რა ვითარება იქნება ფრონტის ხაზებზე. თქვა თუ რუსეთმა გააგრძელა თქვა ნატოს პროვოცირება, თქვა თუ შეიჭრა თქვა ამ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ან ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. როგორც ვიცით რომ რუსეთს ძალიან დიდი კილი აქვს კალინინგრადის ოლქში კონდეს პირდაპირ სახმელეთო გზა, ეს არის სუვალკის უღელტეხილი, შეიძლება იქ მოაწყოს რამე პროვოკაცია და ეს დრონების გაფრენა პოლონეთის მიმართულებით ესეც ამას თქვათ ემსახურებოდა ამისას თუ თქვათ რა იმას გამოიწვევდა რეაქციის ისე რომ ნატოში, მაგრამ ამ ეტაპზე, იმიტომ რომ თქვა პუტინის თავარი მიზანი და პუტინის დიპლომატიის თავარი მიზანი ბოლო ასე ვთქვათ მის გაპრეზიდენტების მეორე ხელმეორედ გაპრეზიდენტებიდან ეს იყო 2009 წელი ეს იყო ის რომ ნატოს ქვეყნებში და თქვათ ჩამოეგდო რაღაცა განხეთქილება ან ჩამოეგდო განხეთქილება ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის. აი ნახოთ, მაგრამ იმიტომ რომ თქვათ ეს პოლონეთში რომელიც აკონტროლებს ამ ვიწრო უღელტეხილს სუვალკის უღელტეხილს მე ვთვლი რომ ამ ეტაპზე ჯერ რუსეთი ვერ გაბედავს იქ შეჭრას ამ ეტაპზე და მომავალში უნდა გავითვალისწინოთ ეს არის დათვი რომელსაც არის ძალიან დასუსტებული თუმცა არ იმჩნევს შეიძლება დიქტატორ პუტინს არ გააჩნია თქვა სრული ინფორმაცია თავის ეკონომიკაზე და მასშტაბური ინფორმაცია რაც მას უსურს მაგრამ თუნდაც ბოლოდროინდელმა გამოსვლამ ცოტა დამაეწო რომ უკვე რაღაცა უარყოფითი სიგნალები მაგასაც აწვდიან თქვა რომ რუსეთის ეკონომიკა არ არის ის რაც არის რაც მას გონია და აგრეთვე მე ვეჭვმეპარება რომ რუსეთმა მიიტანოს მაგრამ ბოლო წუთს მე პირადად ამ ეტაპზე ვეჭვობ რომ რუსეთმა მიიტანოს იერიში პოლონეთის და ნატოს ქვეყანაზე ეს უბრალოდ იყო პირის მოსინჯვა რა რეაქცია ექნებოდა და რეაქცია ნატოს ქვეყნებიდან იყო ის რომ უკვე გერმანია და დიდი ბრიტანეთი უკვე აკონტროლებენ სრულად პოლონეთის საჰაერო სივრცეს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გია საუკეთესო საუბრისთვის, როგორც ყოველთვის საუკეთესო ადამიანი ბრძანდებით და ზუსტად აი დედაჩემის თქვენს არ იყოს ზუსტად თქვენაირი პროფესიონალები უნდა იჩნდნენ დღეს მთავრობაში წესით, მაგრამ მადლობა კომპლიმენტით. გაიხარეთ ბატონო გია. 3 წუთი და 35 წამი დაგვრჩა და მარტო ამ 3 წუთში ჩავეტევი ალბათ ჩემი მიმართ ვატყობდა. მე გული მწყდება ძალიან რომ 40 წუთზე მეტი საუბარი არ შეგვიძლია ზუმს იაღლიში აქვს იაღლიში მომივიდა რიქა მიშველეთო და ხო და ჩვენც მოდი ეს იმხელა თემა არის ახლა რაზე ვსაუბრობთ რომ მეორე ჩართვაც მოგვიწევს გავაკეთოთ ამ დღეებში ზუსტად ამ თემაზე რომ გავშალოთ უფრო და უფრო კარტები და მადლობა ბატონო გია მობრძანებისთვის არა ჩართვისთვის ჩემთან ბევრჯერ ახართ ნაყოფი და ამჯერად ჩართვისთვის მადლობა ეს იყო პოდკასტი ხალხის პირისპირ მე კი მისი წამყვანი რა თქმა უნდა აი გამოჩნდება ახლა ეკრანზე კონსტანტინე ჯაფარიძე გახლდით და ჩემთან სტუმრად იყო
ულამაზესი ოდიში კი არა და უსიმპათიურესი მამაკაცი ბატონი გიაკუჭავა და თავის საქმის პროფესიონალი და ყველაფრისთვის დიდი მადლობა. ჩვენ შევხვდებით უკვე განახლებული ეთერით, იმედი მაქვს. ძალიან მალე დროს არ ვიტყვი. ყოველთვის ვამბობ რომ აი შევხვდებით ხვალზე რაღაც მე მეშლება ყველაფერი რა, ხელს მიშლის ყველაფერი და ვიტყვი ასე შევხვდები, როცა შევხვდებით და დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გაიგეთ. თქვენ ჩაგრთავთ ზუსტად თუ თქვენი სურვილი იქნება 4 ოქტომბერს უკვე, როდესაც exit poll-ის შედეგები იქნება ცნობილი და უკვე ვისაუბრებთ აქ ეთერში. მადლობა ყურადღებისთვის და კარგად გრძანდებოდეთ. დიდი მადლობა ახონდით. ყურადღებისთვის. კარგად განდებოდეთ.